თბილისში გამრეკელის 34 ნომერში ამ სახლის კარი ყოველ სამშაბათს იღება, საიდანაც გამოსულ მდუმარე ბერ მამა ნიკოლოზ მაქარაშვილს მრევლის შესახვედრად ელოდება. მდუმარე ბერი ნიკოლოზი, რომელიც მამა გაბრიელის ერთადერთი მემკვიდრე და მისი გზის გამგრძელებელია, თბილისში გამრეკელის 34 ნომერში ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. მიუხედავად მრავალი მსოფლიო წინასწარმეტყველების, უხრწნელი სისხლის და სასწაულის აღსრულებისა, ის ჩვენს რეალობაში დევნილია. ნიკოლოზ ნარიმან მაქარაშვილი ბერად 1992 წლის 5 ივნისს აღიკვეცა და 3 წელი ბერი გაბრიელის მორჩილებაში გაატარა. ბერმონაზონი 12 წელია მდუმარების აღქმას ინახავს. არ გამოიყენებს ელექტროენერგიას, ბუნებრივ აირს და საწოლს. ბერმონაზონ ნიკოლოზზე ბევრს საუბრობენ, ზოგი დევნის, ზოგმა კი ცნოდა მიიღო. მამა გაბრიელი თავის მემკვიდრეზე წინასწარმეტყველებდა. ბერებს შორის დირექტორი მე ვარ, ხოლო ჩემს მერე ნიკოლოზი იქნება. ასეთი ბერი არ ეყოლება საქართველოს, მისი სიმდაბლე უფლის ტახტამდეავა. ის შემოუძღვება ივერიის ღვთისმშობელს საქართველოში. ნიკოლოზ ტრუბაში გააძვენენ, ყველაფერს გამოივლის და მერე ყველას მკურნალი იქნება. ნიკოლოზ 22 წელია მღვდელმსახურება აქვს შეჩერებული. ამის მიზეზი გახდა ის, რომ მან არ დაარღვია პირადი მოძღვრის ბერი გაბრიელ ურგებაძის კურთხევა შიმშილობის შესახებ. ნიკოლოზმა არ დაარღვია ბერული კანონი მაშინ, როდესაც ილია მეორემ კურთხევის შეწყვეტას თხოვა, რის შედეგადაც მღვდელმსახურება შეუჩერდა. ეს გახლავთ საბუთი, რომელიც იუწყება, რომ ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი მართლმადიდებლური 60 გულო ეკლესიის წევრია და მას მღვდელმსახურება დროებით აქვს შეჩერებული. ბერმონაზონი ნიკოლოზი განსაკუთრებული ხასიათით ბავშვობიდან გამოირჩეოდა. ყველაზე წმინდა ხანა ცხოვრების ბავშვობა მასთან ერთად მაქვს გადაღებული. რამდენიმე წელი. ვიყავი მე სკოლაში ერთად, ოღონდ 4 წელიწადი ვსწავლობდით ერთად. ყველაზე რბილად რომ თქვა, ძალიან უცნაური ბავშვი იყო და მერეც სკოლაში თავისი სიალალით უწრთელობით. მასწავლებელს რო უნდა და გაეგო სიმართლე ხო, ხა ბავშვები ვართ და რაღაცა ჩავიდინეთ ხო, რო უნდა და გაეგო აყენებდა ნარიმანს. აბა თქვი ნარიმანი რა თქმა უნდა ვერ იტყოდა ტყუილს, იტყოდა სიმართლეს, მე განიცდიდა ამას, ტიროდა და ბავშვები ვამშვიდებდით რომ კაი რა ნარიმან ხო გიცნობთ ვინც ახარ და არაფერი მაგაში არ არის ანერგიული. ყოველთვის იჯდა მასში ჭეშმარიტების მაძიებელი ადამიანი. ნიკოლოზ მაქარაშვილთან მისული მომლოცველები სასწაულებრივ კურნებებზე საუბრობენ. მომლოცველთა შორის ქართველებთან ერთად არაქართველ მრევლსაც შევხვდებით. 7-8 წლის წინ ვიყავი ძალიან მძიმე თავად, მივედი მამა ნიკოლოზთან. სულ არ ვიცოდი რომ ხუთშაბათ დღეს გამოდიოდა, არც ის არ ვიცოდი რა დროს გამოდიოდა. აი ღვთის განგებულებით სასწაულით მე მივედი ზუსტად ხუთშაბათზე, ზუსტად 2 საათს. უკვე მდუმარებაში იყო და მანიშნა რომ მდუმარებაში ვარ, ძალიან თბილად შემხვდა. მე ვუთხარი რომ მამა ვიცი ძალიან ცუდად დავარ, ავადავარ და მეშველება რამე იცინა. ძალიან სხვანაირი წამოვედი იმ დღეს სახლში და აი შინაგანი ისეთი სიტყვები მოვძებნო რომ მე რას განვისი და როგორ განვისი ზუსტად თქვა, ესეთი ლოგიკა არ არსებობს. უამრავი რამე ჩვენ ნაგრძნობი გვაქვს ისეთი, რომ ვერასოდეს ვერ ვიტყვი. დაახლოებით ისეთი რაღაცა სხვა მდგომარეობაში აღმოვჩნდი იმ ღამეს, რომ ეს დღე მე არ დამოვიწყდება. უბრალოდ 2 თვის მერე, როდესაც მე ავიღე ანალიზები, მე არანაირი კიბო აღარ მქონდა, არანაირი დაავადება არ მქონდა და დღესაც ესია და მადლობა ღმერთს ამისთვის. მე არც ერთი წამალი ტაბლეტი არ დამილევია ნამდვილად. და ექიმთან რომ მივედი 2 თვის მერე, მითხრა რომ რა ვიცი მარიამო, რას აკეთებ, მაგრამ რასაც აკეთებ გააგრძელეო. ჩემ თავზე გეტყვი. ესე იგი თვალში გამიწყდა რაღაცა ძარღვი და უცებ ჩამომეფარა ცალი თვალი. გადავწყვიტე ოპერაციის გაკეთებას ასწრაფოდ ეხლა და
რა თქმა უნდა ბერნიკოლოსთან მივედი. უთხარი მეთქი მამაო ესეა. გაიცინა როგორც მან იცის. არა, სხვა ექიმები მოძებნილო, სხვა ექიმები. სად მოძებნილო მიწერს. სად მოძებნილო დედაჩემს კითხეო. კარგი მეთქი დაურეკავ მეთქი. დაურეკე რუსიკოდე იდეს მეთქი. სულ არ ვიცი ვინარი. არ ვიცი ეგეთი ექიმი. ანუ სინამდვილეში აი სალოსური ქმედება, უბრალოდ გადამამიმას სამართ, ანუ პასი განზე რა. ეს თვალი ეხლა მე მგონი კარგად ხედავ. ესე იგი არც ოპერაცია დამჭირდა, არც არაფერი, გამოვედი მდგომარეობიდან და მე მითხრეს რომ თურმე ეს ოპერაცია მე რეციდივებს იძლევა და ასე შემდეგ. აი ჩემ მაგალითზე ამოცილა ესეთი განსაცდელი. საზოგადოებისთვის ნიკოლოზის არაერთი წინასწარმეტყველების აღსრულებაა ცნობილი. გავიხსენოთ ბოლო დროს გახმაურებული ამბავი, როდესაც მონაზონი თბილისში ზესტაფონის ქუჩაზე 16 სართულიან კორპუსში ცხოვრობდა. ჩვენ ახლა სწორედ იმ კორპუსთან ვიმყოფებით, საიდანაც 2017 წლის 6 თებერვალს მდუმარე ბერი პოლიციის ძალით გამოასახლეს. მიზეზი აღნიშნული კორპუსის მაცხოვრებლების პროტესტი გახდა, რომლებსაც მამა ნიკოლოზის გაფრთხილება კორპუსის დანგრევის შესახებ სიგიჟედ მიაჩნდათ. ბერმონაზონმა საცხოვრებელი სახლი დატოვა. 2017 წლის 30 აპრილს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული კორპუსის საყრდენი კედელი გაიბზარა. საცხოვრებელი სახლი 96-მა ოჯახმა დატოვა. მან ასევე იაპონიის წყალდიდობა, რუსეთის პატრიარქის გარდაცვალება, თბილისში მომხდარი 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობა და 2012 წელს ციხის კადრების გასაჯაროებით საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და მრავალი სხვა ფაქტი იწინასწარმეტყველა, რომელიც მის ნაწერებში იკითხება. ნუღა დაუშვებთ რა ხალხო იგივე შეცდომას რაც დაუშვით მამა გაბრიელის დროს. ადამიანურად შეიცოდეთ, ადამიანური გული ხო გაქვთ, ადამიანი რომელიც თქვენთვის არის ჯვარცმული. თუ არ შეგიყვარდებათ, ნუ შეიძულებთ მაინც. თუ რამეს არ გაუკეთებთ, ნუ ებრძვით მაინც. ვაი იმ მსახურებს, ვინც ბედავს და თავის მრევლს ასწავლის, არ მიხვიდეთ მამა ნიკოლოსთან. თავისავი ჯოჯოხეთში მიყავს და იმ მრევლსაც უკან მიიყოლებს და მრევლს მოუწოდებ, რომ კარგად აკონტროლეთ თქვენი მოძღვრები. თქვენი საკუთარი გონება იმიტომ მოგცათ ღმერთმა, რომ თქვენ მოძღვარი არ მიიღოთ ბრმად. ნიკოლოზი იდევნება იმიტომ, რომ დაემორჩილა თავის მოძღვარს და არ დაემორჩილა იერარქებს. სამებდნენ საპატრიარქოდან ცილს მამა ნიკოლოზ მალე მოვა ის დრო, როდესაც ხალხი დაინახავს დიდ სიმართლეს, თუ რამდენად დიდი დამნაშავეები არიან საპატრიარქოში და რამდენად დიდ ტყუილში ამყოფებენ ხალხს. წმინდანს კი არ აცნობენ, არამედ წმინდანზე ამბობენ ვიჟე არისო. სასწაულია მამა ნიკოლოზი თავის სიყვარულით და თავისი თავმდაბლობით გვაჩვენებს მას. აი ეს არის სასწაული რა, ბერი ნიკოლოზი რაც არის ანალოგი არის ზუსტად მამა გაბრიელის. მას არაფერი ჩვენგან არ უნდა გარდა ერთისა, რომ გიყვარდეთ თქვენი ქვეყანა და გიყვარდეს ალბათ ერთმანეთი. ეს ყველაზე რთული გასაკეთებელია, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელია. მამა ჩვენო რომელი ხარც